ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, ხო, რომ თითქმის ერთი წელია უკვე ჩვენ არ ვიმყოფებით ჩვეულებრივ ვითარებაში, როგორც ქვეყანა არ ცხოვრობს სახელმწიფოებრივი პოლიტიკური ცხოვრებით, როგორც თუნდაც მანამდე ცხოვრობდით და ჩვენ ვართ მუდმივ წინააღმდეგობაში, უწყვეტ წინააღმდეგობაში, ჩვენ ვართ ბრძოლაში, ამ ბრძოლას აქვს სხვადასხვა ფაზები. ეს ფაზები და ეს მონაკვეთები, ფლანგები გადის ქუჩაშიც, გადის 4 ოქტომბრის არჩევნების შემთხვევაში და მანამდე პერიოდში იმ კამპანიაზეც, გადის საერთაშორისო ველზე ბრძოლაზეც და ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გამოვიყენოთ და მივმართოთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი სამიზნისკენ, ერთი წერტილისკენ, რაც გულისხმობს რეჟიმის დასრულებას ამ ქვეყანაში. ჩვენ სულ სხვა ვითარებაში გავიღვიძეთ უკვე 29 ნოემბერს გასულ წელს, გახსოვთ თქვენ, როდესაც ღიად და დეკლარირებულად საქართველოს საგარეო კურსი ირაკლი კობახიძემ თვითნებურად ეს მისი გადაწყვეტილება ბუნებრივია არ იყო, ეს ივანიშვილის გადაწყვეტილება, მაგრამ შეცვალა. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრებით, ჩვენ ყველაფერში უნდა დავინახოთ რაღაც ბრძოლის ხერხი, ყველაფერში, ყველა ჩვენი ქმედება უნდა იყოს მიმართული იმის საწინააღმდეგოდ, რასაც გვთავაზობს ქართული ოცნება თავის დღის წესრიგის სახით. ეს ანტიდასავლური განწყობების წახალისება, ანტიდასავლური განცხადებები, ეს ყველაფერი, ხო, ნაბიჯ აგურ მიგვაქანებს ჩვენ საქართველოს ბელარუსიზაციისაკენ. ამიტომაც ჩვენ არ გვაქვს არც სხვა უფლება და იმისი ფუფუნება, რომ რამენაირად ჩვენ ამას შევეგუოთ. შესაბამისად, ყველა ის მშვიდობიანი კონსტიტუციური ბრძოლის ფორმა და მეთოდი უნდა გამოვიყენოთ აქეთკენ. საქართველოში ჩვეულებრივი დღის წესრიგი ბუნებრივია არ დაბრუნდება მანამ სანამ ამ ქვეყანაში არ გათავისუფლებიან პოლიტიკური პატიმრები, მანამ სანამ რეჟიმს აქვს ეს დემოკრატიული კანონმდებლობა, როდესაც მან გადაწყვიტა რომ მოუაროს ბრჭყალებში, ხო, სამოქალაქო სექტორს, პოლიტიკურ პარტიებს, ჩაახშოს ამ ქვეყანაში თავისუფალი და განსხვავებული სიტყვა. ჩვენ ყოველდღიურობად, ჩვენ ამ შემთხვევაში პოლიტიკოსებს გულისხმობ, უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლით გამოხატული და წინააღმდეგობით გამოხატული. სხვადასხვა ფორმები ექნება ამას ბუნებრივია, მაგრამ მთავარია საზოგადოებას უნდა დავანახოთ, რომ მათში, ხალხში არის, რა თქმა უნდა, ის ძალა და ის ენერგია, რომელსაც ძალუც თუნდაც ისეთი ავტორიტარის დამარცხება, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, მე მესმის, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ არის რაღაც ესეთი პერიოდი, ჯერ არ დუღილის პერიოდი არის, ეს ყველაფერი კარგად არის გასააზრებელი, გასაცნობიერებელი და ბუნებრივია ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება ისე, როგორც გრძელდებოდა მანამდე. პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტების და საზოგადოების. ერთი კითხვა მექნება თქვენთან, აი ეხლა საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია იდეაში აი რაღაც სხვა კუთხეზე მინდა კითხოთ კონკრეტულად და აი მიხვდებით, რასაც გეკითხებით, აი დღეს ქართული ოცნების ლიდერი ირაკლი კობახიძე, ერთ-ერთი ლიდერი, ლაპარაკობდა ესეთ რაღაცას, რომ იცით რომ რაღაც იქ სახელმწიფო დეპარტამენტი იყო მისი სამიზნე, ევროკავშირზე თქვა რომ არ არის პანაცეა, გებელსზე ilaparaqa მოკლედ ძალიან ბევრი მიმართულება ქონდა, რასაც თუ გნებავთ გამოეხმაურეთ და ასევე თქვა ესეთი რაღაცა, რომ ესე იგი ევროპის ნაწილიო და ერთ-ერთი ევროდეპუტატი ახსენა, ისინი ოპერატიულ მხარდაჭერას უცხადებნენო დამხობის აქციასო და ნათელია რა უბედურებაშია დღეს ევროპული ბიუროკრატიაო, თუმცა ამას ხედავს ქართული საზოგადოება, ასეთ შეფასებას თავაზობს კობახიძე ხალხს და რის წინააღმდეგაც 1,100,000-ზე მეტი ამომრჩეველი გამოვიდა. აი არჩევნებში გესმით ხო რაზე პასუხიც მინდა თქვენგან, აი ამ პროცესის გამოყენება რა მიზნით ხდება ოცნების მხრიდან და თქვენი როგორც არჩევნებში მონაწილე სუბიექტის პასუხი რა არის ამ შემთხვევაში? გასაგებია ჩემთვის თქვენი შეკითხვა. საერთოდ მე ვეთანხმები კობახიძეს იმ ნაწილში, რომ საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ვითარებას და კარგად ხედავს იმას, რომ აი ესეთი ტყუილებით და ბინძური პროპაგანდით
ვერ მოატყუებენ ვერავის. მე მესმის რომ ჩვენ საზოგადოების გარკვეული გაუთვითცნობიერებელი ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ ტელეიმედისა და პოსტივის და რუსთავიორის მეშვეობით იღებს ინფორმაციას, რაღაცნაირად შეიძლება მოატყუონ, მაგრამ საზოგადოების უდიდესი ნაწილი კარგად ხვდება, რომ ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა, მეტასტაზი არის რუსული რეჟიმი, ქართული ოცნება, ირაკლი კობახიძე და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი. ძალიან ნათელი არის ის, რომ ვერანაირად ვერ გამოიყენებენ ამ პროცესს საქართველოს ინტერესების და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების დასაზიანებლად. ყოველ შემთხვევაში ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს. ევროპა არის გებელსიო, იყო გებელსიო. ანუ ასეთ ტყუილს, როდესაც ავრცელებს ირაკლი კობახიძემ ხომ თავად ძალიან კარგად იცის, რასაც ნიშნავს ეს ყოველივე. ევროპა რომ არ არის და არც იყო ადრე მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა გეოგრაფიული ადგილი. ევროპა არის ყველაფერი იმის საწინააღმდეგო, რაც იყო გებელსი და რასაც აკეთებდა გებელსი. და სწორედ იმის გამო, რაც მოხდა 40-იან წლებში და 30-იან წლებში გერმანიაში და მთელ მსოფლიოში, აი ამის საწინააღმდეგოდ შეიქმნა სწორედ ევროკავშირი, როგორც ღირებულებებზე, ადამიანის ღირსებაზე, ადამიანის უფლებებზე და დემოკრატიულ სტანდარტებზე დაფუძნებული გაერთიანება. აი ამისკენ მიისწრაფვის ქართველი ხალხი. შესაბამისად, ეს რაღაც ბინძური პროპაგანდა, რომ გებელსიც იყო თავის დროზე ევროპა და ახლაც ცდილობენ, რომ ჩირქი მოსცხონ დასავლელ დიპლომატებს, ცალკეულ პოლიტიკოსებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, სახელმწიფო დეპარტამენტს. ეს არის უბრალოდ მათი ფუჭიმცდელობა, იმიტომ რომ ქართულმა ხალხმა ძალიან კარგად დაინახა, ვინ არის ქართული ოცნება. გებელსის იდეური მემკვიდრე დღევანდელ მსოფლიოში არის ვლადიმერ პუტინი, რომელიც არის ომის მთავარი გამჩაღებელი და მიზეზი. და ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის მონები და მათი დამქაშები არიან სწორედ ქართული ოცნების ის ფუნქციონერები და თვითონ ბიძინა ივანიშვილი, რომელთაც ამ ქვეყანას შეაცვლევინეს საგარეო კურსი, სცადეს უпростоრედ და დატოვეს რუსეთის პირისპირ, რუსეთის ამარა. რაც შეეხება არჩევნებს, 4 ოქტომბრის არჩევნებს, ძლიერი საქართველოს ლელო ყოველთვის იძახდა, რომ ეს არის ბრძოლა ავტორიტარული რეჟიმის პირობებში. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ფორმა ბრძოლისა და ეს ასეთი არის სწორედ. ჩვენი ოპონენტები ამბობდნენ, მე ოპონენტებს არც ვეძახი ოპოზიციონერებს, რომელიც გვამუნათებდნენ ამდენი თვის განმავლობაში და სამწუხაროდ საზოგადოებაზე ბრივი აზრის გარკვეული ნაწილის აზრზეც მოახდინა ამანზე გავლენა, რომ აი თქო შეიძლება ლეგიტიმაცია მოიპოვოს ქართულმა ოცნებამ, ან ვითარება ნორმალიზდეს. აი დადგა დღეს 8 ოქტომბერია, ვითარება ნორმალიზდა, ვინმე ევროკავშირიდან, ცალკეული წევრი ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადაწყვიტა, რომ რადგან ძლიერმა საქართველოს ლელომ გახარიას პარტიამ მიიღეს ამ არჩევნებში მონაწილეობა, ესე იგი ყველაფერი კარგად არის საქართველოში. აღარ არიან ამ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები, აღარ არის ის კანონმდებლობა, აღარ არის ის წნეხი და ავტორიტარიზმი. ამას ვამბობდით ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა დე-ფაქტო არჩევნებს რო ვეძახდით, არანაირად არ შეიცავს საფრთხეს არც ლეგიტიმაციისას, არც ვითარების ნორმალიზებისას. ეს არის ბრძოლის ველი თქო. თუმცა გიორგი, ოცნები დადასტურდა ძალიან ნათლად, ხო? თუმცა გიორგი, ოცნება ხო სხვანაირად რაღაც ცდილობს, ან მოკლედ ის ცდილობს, რომ მის ასე ვთქვათ ანგარიშში ჩაითვალოს ასე ვთქვათ რამდენიმე მოგება, ხო? აი მაგალითად თქვენ რაც არ უნდა ილაპარაკოთ არჩევნებზე, თქვას რომ რაღაცა ამ პროცესს ყველა დაეხმარა მონაწილეობით, მათ შორის ეს მოქალაქეც. მერე იქ 4 ოქტომბერს მოხდა ის რაც მოხდა და ამის შემდეგ მიადგა დასავლეთს და ეუბნება რომ აი არჩევნები ასე თუ ისე ჩავატარე და რაღაცა ვთქვათ აი მივიღე 4-ში მამხობდნენ და არ ამბობ ჩემზე რომ ამას მიკეთებდნენ და რატო არ აღიარებ ამ ფაქტს და პლუს დამელაპარაკე და მოკლედ რაღაცა ჯამია ისეთი რის გამოც ოცნება რაღაც ახალი ასე ვთქვათ ძალებით ცდილობს რომ მიადგეს დასავლეთს და მოთხოვოს რაღაც სხვა ტიპის შემდგომი კავშირების ასე ვთქვათ გაბმა. იყენებს ამ საკითხებს ნამდვილად ისე თავისებურად როგორც მას შეიძლება ასე ვთქვათ ეხმარებოდეს ძალაუფლების გამყარებაში ესა თუ ის პროცესი, როგორც მას წარმოუდგენია ყველა შემთხვევაში.
ძალაუფლების გამყარებაში ქართულ ოცნებას შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ და მხოლოდ თავისი ძალოვნების და რუსული სპეცსამსახურების იმედი. თუ მას ვითარები დასავლეთის თვალში თავის გაკეთილშობილებას სურს, ხო? ამდენი სინდისის პატიმარი არ ეყოლებოდა ქვეყანაში, იმ კანონმდებლობასაც შეცვლიდა და არ იქნებოდა ავტორიტარი. შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ ტირანიებში და ავტორიტარულ სახელმწიფოებში ხალხის ძალაუფლებას იჭერენ ძალით. თუ მათ სურდათ რომ რაღაცა ნაბიჯი გადაედგათ ევროპისაკენ, ხო, მაშინ ისინი შეასრულებდნენ იმ დათქმებსა და მოთხოვნებს, რომელიც ჰქონდა ევროკავშირს. შესაბამისად, ეს ყოველგვარი მცდელობა მათი მხრიდან არის გზა არსაითკენ ამ კრიზისს დაასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპარტიების გათავისუფლება, რასაც ამდენი ხანია უწყვეტად ითხოვს ქართული საზოგადოება და ჩვენც როგორც პროდასავლური პოლიტიკური პარტიები. დიდი მადლობა გიორგი, დაგემშვიდობები გიორგი სიორიძე საუბრობდა ჩვენს ეთერში რეკლამაზე გავალთ და